დაუძახე თამარსაც და მოდით რა ერთად ვისაუზმოთ. ჩვენ უკვე ვჭამეთ ლაშ. შენ არ მოიწყინო ხო მე აქ ვარ. არა, ჩემო კუსკუსა, რატო უნდა მოვიწყინო? აი თამარი გამოვა და ეხლა მომისმინე ხო გეხვეწები და გემუდარები ჩემი თამარი არ გააღეზიანო კარგი დარეკვას ელოდება სააგენტოდან სამსახურის თაობაზე და რაღაცა ისეთი არ უთხრა რაღაცაზე არ ეთკინეს გული და გეხვეწები ხო გემუდარები ალო გამარჯობა ეხლავე თამარ რა იყო სააგენტოდან გირეკავენ ვაიმე ბანკის ყოფილი თანამშრომელი და შეპეს პრებედინას დამფუძნებელი თამარ ღლონტი გისმენთ ალო ვახო ვინახარ შენ რას გადამეკიდე ნახო მომისმინე აქ აღარ დარეკო ხო ჩემთვის არ მცალია ძალიან მნიშვნელოვან ზარს ველოდები იწოდე და აღარ დარეკო აქ ხო შენ კიდე რა არის ხო გასართობი ვერ ნახე ხო გითხარი აღარ დარეკო მეთქი ვაიმე ვახო მეგონეთ დიახ რა ვაკანსია? კეთილ. მაღაზიაში? მოვალ. კი, მოვალ. ვაიმე, კეთილ. ვაიმე. ეხლა დამირეკეს. სააგენტოდან მაღაზიაში რაღაც ადგილი გათავისუფლდა და მოდიო. აი, ეთყობა იმ მაღაზიის ლიკვიდაციას აპირებენ და რაიმე რა კარგად ხუმრობთ, კიდევ გაიმეორეთ რა იუმორი. ჩემ ბობა და სად არის? ჩემ უჯრაში. რაიმე. გააღე, მიდი, გააღე. ოღარ შეგვიწე. ვაი, თიკა. ხო, თიკა. და მიშვალო. რა მოხდა თიკა? ერთ კვირაში თუ არ გავთხოვდი, ქონებას ვკარგავ. თიკა, რა დავაკეთო აღარ ვიცი ქეთევა. ვაიმე, თიკა. მერითი გეშვილო, თიკუნა, მერითი დაგეხმარო, ჩემი დედოფალი მიჭკრება ეგერ სახლში. მაგრამ შენ უგეშინია თიკუნა? მე მზად ვარ ყველაფერში დაგეხმარო, მე მოგეხმარები, აბა თიკუნა, მიდი. რაღაცა მოვიფიქრე, რაღაც აუცილებლად. აბა მიხარ, ფიქტიურად რომ მოვაწერო. ფიქტიურად ისე ვითო მარტო. ხო. ვინმე ახლობელს რა ვთხოვეთ ხო? ახლობ. იცი რა, ირაკლიზე ვიფიქრე, მაგრამ ორი შვილი ყავს, ხერხულია. დათასუნდობა არ შეიძლება. მე რა სიზამს კაც მარიცის. არ შეიძლება ნამდვილად. ხო, სანდროზე კი ვიფიქრე, მაგრამ სანდრო გამორიცხულია, ხო? მაგრამ კიდე ვინ შეიძლება ქეთე? რატო
მოვიპრანჭები და სააგენტოდან დამირეკეს, ადგილი გათავისუფლდაო და იქ მივდივარ ჩემო თიკა. მაგარია თამარ და რაზე იწყებ მუშაობას? რაზე იწყებს და მაღაზიაში იწყებს მუშაობას და იმ მაღაზიაში იქნება დეტექტორი. რაღაცებს რომ მოიპარავენ, ეს აკილდება და იტყვის, რა შემოდიოდით აქ, მომიშალეთ ნერვები. ბატონო, შენი ყელსაბამი გავიკეთე. აიღეთ გეკაყვა, აიღეთ კი. მაგარია. ესე კეთებან მოდი. აკბარ. თიკას უნდა გათხოვება და თამარი იპრანჭება. ვაშიკა რა მოვიფიქრო, აღარ ვიცი რა, როგორ უნდა დავთხოვდა ესე. მაიმე, შენ კიდე თიკა რა დაგემართა, რა მაგაზე ადვილი რა არის? ცოტა მიდექ მოდექ და ბიჭების მეტი რა არის? უკაცრავად. ჩემი ყავა მალე იქნება? არა. დაინამცხარი? ეგ საერთოდ არ იქნება. გამარჯობა. როგორ ხართ? მე კარგად ვარ, დიდი მადლობა. უი, ანანო მოსულა. უი, ვერ დაგინახეთ ანანო ყოფილი. არა, მე ვერ დაგინახეთ თორე თქვენ რაც ამბობ. ანანო, წვენიან რამე თუ კიდე შეგიძლია შეხვიდე და დაისხა. კაი, არ მინდა რა. რაზე ლაპარაკობთ? რაზე და თურმე რამდენი ხანია სალომეს რა ქვია? უყვარხარ. ხო და მე არაფერი ვიცოდი. ვიცი სანდრო. შენ ვიცოდი? რა ვიცი? ყველა მიცოდა ჩემს გარდა. მე მგონი მართლა რაღაც ჭირს ის. ჯობია მოყევით სადიყავით გვიშინ როგორ გაერთეთ რა გააკეთეთ. აუ სალომე გეხვეწები შენ მოყევი რა ამას მაინც არაფერი არ ემახსოვრება. რა ვიცი, ჯერ ზოოპარკში ვიყავი. ვაიმე თეთრი ლომი ნახეთ. ვაიმე რასა. მე პატარა ბეგი მე ფარშა მაქვს თვალი მოურჩა და მე მელიების ახალი სახლი აშენეს უკვე. გეხვეწები სალომე არ უთხრა ბოტანიკურ ბაღში რო ვიყავით, თუ ყველა მცენარეზე და ხეზე შეგვიკითხებოდა. მარტი უკაცრავად მარტი. ხო რა სად ვიყავით რას ამბობთ? ხო, კიდე მთაწმინდის პარკში ვიყავით და ყველა ატრაქციოს ვუყურეთ. უყურეთ. ხო, და რა დაუყურებდით? სანდროს ეშინოდა და ვერ დავსვედით. კიდე კიდე წავედით შარდენზე, მერე კუსტბაზე ავედით, ისის ტბაზეც ვიყავით. ხო, ნარიყავაზეც ვიყავით და რუსთაველზე. მე რამდენი გისეირნიათ? არა რა გვისეირნია, კინოთეატრს ვეძებდით და ზის ვიპოვეთ. გეხვეწები, რა ფილმზე შეხვედით, გეხვეწები, მოგეწონათ. მოდი. სად იყავით? კიდე სად იყავით? მე კი არსად, მერე სანდრო მივაცილეს სახლამდე და მე სახლში წავედი. ყოჩახ შესალომე. გეხვეწები დღეს რა საპირებთ მითხარით რა? დღეს რა ვიცი, ბარში უნდა მოვიდნენ ჩემი მშობლები, სანდრო უნდა გაიცნონ. სანდრო, ხო გაინტერესებს ჩემი მშობლები ვინ არიან? მეგონა თქვენ მართლა ისეთი გონივართ. ვიცი ვინც არიან, დედა და მამა. მარიკა, დაძინე ბასიბიზები? სისანაშალოვლამ დააძინა. მარიკა, დახედე რა როგორ ძინავთ. ჭამეს. მე მამას ანგელოზები. მამას ბაზი. ჭამეს. ხوارი ჭიჭინეს.
კარგი ვარიგუნა, დამირეკე. კარგი. დათო. ჩვენ თუ სასტრაფოდ ძიძა არ ვიპოვეთ. ბავშვები იქნებიან შალოვლასთან. და ეს იცი რას ნიშნავს? რას და აი ეს 2012 წელი ჩემთვის 2009-ში დადგება. კარგი რა. ნუ იყვარს ხოლმე ეს ყველაფრის გაზრიადება რა. არაფერს არ მოხდება რა. უი, მართლა. ჩემი ჯგუფელი იყო ერთი გოგო. არა. რომელსაც ყავს 5 შვილი. აბა? 5 შვილი ამოგენია. იმას აუცილებლად ეცოდება ეხა ვიღაცა ისეთი კარგი. ეხა დაურეკო. ძიძა? ხო, აბა ძიძა. მიდი. ისე რომ კითხოს ამდენს გადავხდი ძიძას? და როგორც არის მიღებული 300 ლარს. ირა. იცი როგორ მიყვარს პატარა ბავშვები? თან გიждები მაგათ მოვლაზე. არც იფიქრო. აი შენ არც იფიქრო. მიდი კარი გააღე. მიდი გამისკრა მე ფიქრი ტვინი და შეძიგო. მიდი გააღე კარი. დათო გამარჯობა. ირაკლი, უნდა მიშველოთ. რა ხდება თვითონ? რა ხდება და სასტრაფოდ უნდა გავთხოვდე. ხო, სასტრაფოდ. გათხოვდა. ხო. ხო გითხარი გადამდებია მეთქი. კარგი მომისმინეთ რა მართლა ანდერძის მიხედვით ერთ კვირაში თუ არ გავთხოვდი მთელ ქონებას ვკარგავ. ირაკლი დამეხმარე რა. ვაიმე თიკუნა, რა ვქნა? ამ ჩემი შვილებიდან ერთი მაინც რო ყოფილიყო ბიჭი რაღაცას მოგიხერხებდა. რა ჩემი ბრალია თიკა, ორივე გოგოა. დათო. რა? ფიქტიურად. როგორ? აი ზუსტად აი ფიქტურობის გამო არა. რატო და? ეხა ეს ფიქტურად ესე იგი თუ გამოვყევი, კი არა და გამოვყევი ცოდათ ხო? მიიღე ფანტეს და მე ერთ კვირაში, ოდა ამერიკას მე ჩემი სიდადი და მეტყვი რომ აი მეორედ მოიყვანე ცოლი, ისიც ვერ შეიშე, აგერ გაუფედური ანგელოზივით გოგო, კაგდი, ასე არ შემიძლია. მე მაგდირო. მარაფერი ირაკლი, ძალიან მყარი არგუმენტია თიკა რა. მყარის. ვერაფერს ვერ. რა გავაკეთო არ ვიცი რა. აი ეხლა მესმის რა საშინელ დღეშია საწყალი თამარი რა. მიდი კარი გავა. დროს. მოდი. პაკენბარდები. ლონდო. მიდი. ვაიმე სანდრო. სანდრინიო. როგორ ხარ? მოდი. რა იგი? პირველად ნახეთ. აი როგორ გამეხარდა რომ მოხვედი. სანდრო, რაღაც მინდა გთხოვო. რა? სანდრო. ცალად გამოყვები რა. რაიგო იმათი გადაედო? სანდრო მომისმინე ის ხო გახსოვს თიკას ნათესავმა დიდი თქონება რო დაუტო კი როგორ არ ახსოვს მე დამიტოვოს ვინმე მარცენა მომისმინე სანდრო ეხა მე ყოლე რა ხდება აქ დამიგდე ყოლე შევხედე მისმენ კარგია ეხა ყოლე ესე იგი თიკა თუ არ გათხოვდა ამდენს ვერ მიიღებს დაკარგავს ამდენს ამიტომ აქედან გამოგინერ შენ უნდა გამოკვდეს სოლად ვითომ გესმის გამოკვდა გაგშენდე ვითომ სანდრო გაიგე იურისტი ხარ ხა ფიქტიური ქორწინება არ გაგიგია ეგ ის არის ხო დეფიქტო ბიჭო მომისმინე სანდრო ესე იგი რა ხდება ნახე თიკამ ხომ უნდა მიიღოს ეს ქონება ხო შენ მოაწერ თიკასთან ხელს ორ კვირაში მიიღებს ჩვენი თიკუნა ქონებას და შენ მერე გაშორდები შესაბამისად ეს თქვენი ხელმოწერა იქნება ფიქტიური
ვითომ სანდრო ვითომ მოაწეთ ეხლა ვერ გაიგე ხო ეს აგიხსნი ხა ყველა თამაში ეს კაი. ვითომ ხო. გავიგე, მოვაწე. ვა რამალე მიხვდი სანდრო ოჩახში არა, ვერ მივხვდი, უბრალოდ რო თქვა რომ ვერ მივხვდი თქო, მე დამეწყებდი რა, ვერაფერს ვერ იგებოდა, ამიტომ კარგი მოვაწერ, გავიგე. მოაწერ ხო? მოაწერ. ძალიან დიდი მადლობა. სანდრო ხა მე გავალ, შენ აქ იყავი არ წახვიდე, საბუთებს მოვიტან და ეხლა ვიმოვალ. თიკა სად მიდიხარ? რა იყო სანდრო? სარეცხი გარეცხე და საჭმელი დააჭე. რა სანდრო? ფიქტიურად თიკა ვითომ გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ დამიბარეთ გასაუბრებაზე, ხო? არა, მეც გასაუბრებაზე ვარ. ვაიმე თამრიკო მაგრად დადექი. შეხედე რამხელა ფორა აქვს. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან კარგი და დროზე მოხვედით. პირდაპირ საქმეზე გადავალ. პირველი ერთი თვე ორივე საკიყვანთ. მერე შევხედავთ, ვინც უკეთესად იმუშავებს, საბოლოოდ იმას ავიყვანთ. არა, ხა კარგი იქნება თუ მუშაობის ხარისხს შეხედავთ. თქვენს მონაცემებს ჩავიწერ თუ შეიძლება. ნატო ხაბეიშვილი 23 წლის. თამრიკო ღლონტი. ეკონომისტი. ასაკი? და პროფესია არ გაინტერესებთ? კი, გვაინტერესებს. ხო და ჩაწერეთ ეკონომისტი. კარგით. გათხოვილი ხართ? არა, რა ვარ. თქვენ თამრიკო გათხოვილი ხართ? არა. კარგია. და არის კარგი, ეგ არის კარგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სამსახურს მეტი დრო დაუთმოთ. რა თქმა უნდა. რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ? მე მაქვს ერთი კითხვა. იცით რა მაინტერესებს? აი, ჩვენ რო ახლა დავიწყებთ მუშაობას, იმ თანამდებობას, რა ქვია? გაყიდვების მენეჯერი. ესე იგი მენეჯერი. გაყიდვების? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი ვიტყვი რომ მენეჯერი. დიახ. თქვენ რაიმე კითხვა ხო? გეტყვით. აი ხო დაუშვათ მაღაზიაში დაიკარგა ან გაფუჭდა რამე. რას ვშვებით? ნუ, მაშინ შესაბამისი თანხა ხელფასიდან დაგეფითებათ. გაიგე ნატო, რო გაინტერესებდა. დაიმახსოვრეთ. კლიენტებს უნდა გაუღიმოთ, კარგად მოიქცეთ. აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. ნატო, თამრიკო. თაბი ნახე რა კარგია. არ მოგწონს? იცით რა, ჩვენ ესეთი ზომის და ფორმის გვაქვს უამრავი აი ესეთი კაცის ზედატანები. შემიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ხარისხის გრილი, თბილი, ცხელი, რა ვიცი. მოგბრძანდით, რა გაინტერესებთ? გამარჯობათ. ფეხსაცმელი მინდა ჩემთვის. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან მობრძანდით, კარგი არჩევანი გააკეთეთ. ჩვენ გვაქვს ფეხსაცმელების, მამაკაცის ფეხსაცმელების ძალიან კარგი არჩევანი. უცვეთი ძირები, უცვეთი ტყავები დადიხარ არ ცდება. ნამუშევარია კარგი, დიახ, კარგია. მადლობთ, დიახ, მადლობთ, დიდი მადლობა. რა ზომა გნებავთ? იქნებ 47 ზომა მომიტანოთ. 47? მოვძებნულ საწყობში? დიახ, მოძებნეთ. აბა თქვენ რომელს მეუბნებოდით? აი დიახ, მოგბრძანდით, აი შეხედეთ, შესანიშნავი ფეხსაცმელია, ყალბი. შეგიძლიათ მოისინჯოთ, მოგბრძანდით, მოგბრძანდით. აი ეგ საკისთან შვენი. აი ნახე, ზომებში აქვს არ იქნება პრობლემა ჩემი აზრით. შეგიძლიათ ახლავე გაისინჯოთ აქეთ. ნატო. დიახ, მოდი. მე მგონი მე ვემსახურებოდი. კი, მაგრამ თამარ, რაღაცა ინტერესებდა ზედათაროზე და შენ ვაიმე, როგორ არ მინდოდა რა დღესვე მეჭხობა აქ სამსახურში. გადი იქ, გადი. მოგერგო შენ, რა ქენი, აბა? კარგია, მოგწონს?
Წამოდი, სანდრო, წამოდი რა, 2 წუთი რა გჭირს. გადაგი. ვაიმე მარიკუნა დარწმუნებული ხარ რომ ბერაშენი კარგად მოვulis ჩემს შვილებს. ნერვიულო ფირაკლი, ნამდვილად კარგად მოვulis. ვა, ვის დაუტოვე შვილები გიორგი სააკაძე ვარ რა. ნახე. კიდე ეს მუსიკა აქვს და ვით ვერ გამოცვალეს ამდენი და რა ისე თანამედროვე რო ჩართო. აი რა საჭიროა. მოგესალმებით. ჩემი მეგობრებო, დღეს ხელს აწერს თიკა და სანდრა. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, არის თუ არა თქვენი ქორწინების სურვილი ურთიერთშეთანხმებული? გულწრფელი? დიახ, არის. სანდრო? მე ვინ მეკითხება? კალბატონო ხუმრობს ლონდონში სწავლობდა ეს განაგზეთ თქვენს გასაგებია ხელის მომკიდეებს გთხოვთ მიაწოდოთ ბეჭდები. ბეჭდები. ზურგის გამოვართვი იქეთი ვარ. შემოურჯა და შოკები 1 საათით გათხოვე, ხო? ვაიმე. ვაიმე. დათო. ეგონ დავიღუპე. რა? ა? ვაიმე. ვაიმე მომყავს ხეთქევანი და. დათო, კარგად მოძებნე, მანდ გექნება სადმე. მექნება, სად მექნება? არც ადარადი, სად მომძებნო რა? დათო. უბაჩებში მოძებნებო. მეგობრებო, თქვით თქვენი თანხმობა ქორწინებასთან დაკავშირებით, წერილობით? პიპოი. ჯერ ბეჭდებს გავსვით რა. აი, გადავში თბილისიდან გაქცევას. მე კიდე ლაშიკოს გამოვარდი, იცი რამდენი ქონდა ესეთები? ძალიან გთხოვთ. თიკა, თქვენი თანხმობა ქორწინებასთან დაკავშირებით დაგვიდასტუროთ ხელის მოწერით. ხო, ახლა. სანდრო? არ გეჩვენებათ ქალბატონო, ეგეთი ხელის მოწერა აქვს. ეთილი, მაშინ ვთხოვ ხელის მომკიდეებს, რომ გადააწოდონ ბეჭდები, ხოლო თქვენ, თიკო და სანდრო, გაცვალეთ ბეჭდები. კი. ვაი. იურიდიულად, ეხლა თქვენ ცოლ-ქმარი ბრძანდებით. გთხოვთ მიულოცოთ. ვაი, ღმერთავში მოგახმაროს ის ქონება. მეც მოცავ თიკუნა, მალე გეპოვოს შენი რჩეული. მეგეთი. გული ამიჩუხდა ირაკლი. რა მაგარია ირაკლი, როცა შენი ორი ესეთი ახლობელი ადამიანი ქორწინდება და საერთოდ აი ამ ხელს სიყვარული რო სუფევს გარდა. მე რა მაღლებელია. სანდრა მოდი მოგივოცო. გიოცა. ამან არის ის, არ უთხარი, რა ხდება? წავედი. ქალბატონო, მე ისე დავბრუნდები სალომესთან ერთად იგივე საქმეზე. მადლობა. დაგეხმაროთ? არა, მადლობა. მან ხო ვერ დამეხმარებით? დიახ, მოგწევ.
სეიგი რა, მე არ ვიცი თაფლი უსვია იმ გოგოს თუ რა არის, რა ვიცი მე. ჩამოვაგდო და გოგო ნისა ერთ ზამს შეიძლება. იცით რა? აი ეს შეხედე ერთივა ხო? ნატო ჩემთან არიან. ხო. როგორ ხართ ამა? რა ვიცი, კარგად ვა ხო. ძალიან გამეხარდა შენი ნახვა. მოიცა მართლა გაგეხარდა ეხლა ჩემი ნახვა? ესე იგი ხო, აი მე ამ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, მენეჯერი ვარ. ვახო, მე შემიძლია შემოგთავაზო მამაკაცის ჰალსტუხი, არაჩვეულებრივი ჰალსტუხი. შეხედე ვახო, მაგრამ იცი რა არის, მე მგონი შენ პერანგს ეს არ უხდება, ამიტომ რომ მოუხდეს პერანგს, მე შემოგთავაზებ პერანგს ვახო. შეხედე, აი, ერთი წამით ვახო, აი, ნახე, დააკვდა. აი. კარგი ისა. თუ აი ესე ჩასმული მოგეწონები, მაშინ ნუ ეხლა მე მომეწონები თუ ამ ყველაფერზე პიჯაკს შემოიცვამ ერთი წუთი ვახო, აი ნახე არაჩვეულებრივი საგაზაფხულო პიჯაკი. ხელი მომეცი? ეხავე? ხო, აი კარგი, ამასაც ვიყიდი მაშინ. აი ნახე თაკარგია. ხო, ეს გაყიდულია, ყიდულობთ ხო თქვენ? მომეცი ხელი ვახო? აი ეს. მაშინ ამ გავიღებ ამასაც ისე. აი ეს, ხო. ისე თამარ. ხო. სალარო საით არის? სალარო იქით არის, მაგრამ სულ ეს არის. მე ვფიქრობ შენი რჩეულისთვის რაიმე საჩუქარი უნდა არჩიო. აი იცი რომელი? აი ეს ძალიან მოეწონება შენ რჩეულს. მომეცი ხელი ვახო, აი ესე. ნუ თუ ეს მოეწონება, მაშინ ამასაც ვიყიდი და ესა. დღეს საღამოს რა საკეთებ თამარ? ნუ გადაირი ახლა. სულ გაგიჟდა. აი, მივძან. ვა, თამარ, რამდენი რამე იყიდა? უნდა იაქტიურო, ნატო. თამარ? ნე. უკაცრავად ორი შამპანურით დაამატეთ. დიახ, ახლა მოკლედ. კარგი, ახლა რა არის, რა ქორწილი, ვის ქორწილი, ისე მოაწერეს ხელი ფიქტიურად, რა მოგივიდა შენ კი. კარგი რა კეთება რა, მიზეზი ხუა, ირაკლიმ დამირეკა გაშალეო. გაშალე. ესე. ცა არის. აი მიხარით. ვაი, ეთქო. ხოთა. კიდევ კარგი დამირეკეთ, ძლივს მოვასწარი, რა ვიცოდი ესე მალე თუ შეიძლებოდა გათხოვება, ხო? ძლივს მივსწარი მაჩის ბიუროს. ხო. ლაშიკო მითხრა დაურეკეო და მართლა? აბა თამარ, აბა რა, ეხლა თიკა რომ მოვა თაიგულს ხო ისვრის? და რა თქმა უნდა შეხო დაიჭერა მას. ხო, და ვიფიქრე ეხლა იქნებ მაინც გაუმართლოს თქო რა. მოდით. ვაი, მოვიდნენ. დავდექით ეხლა მანდ დავდექით. აი, ეხლა დავდგებით გოგოები, შენ გეუბნები, დავდგებით გოგოები. თიკა თხოვდება ისვრის თაიგულს, რომელიც პირველი დავიჭერთ, ის გათხოვდება. დავდგებით ახლა. ხო, მან ჩემთა დაიჭირო ეს თაიგული. და რაღაც იგლე თავზე მხტუნავები და აი პირდაპირ შეგქონდეს. მოდით. ამდენი ხანი გელოდებით ამაგარია, ამდენი ხანია ქორწილში არ ყოფილი. ვის ქორწილში? შენს ქორწილში და სხვის ქორწილში, რა? ხო, რა ქორწილი, რა ტიგუნა, ფიქტიური ქორწილის ქორწილი. დაჯექი, სანდრო, ისე ოჩახშენ რა. კაცი ხარ უკვე, კაცი. რატო რა? რაღაცა სანდრო, რომელი ერთი ჩამოთვალო? ჯერ ერთი ცოლი მოიყვანე. მეორე დავსხდეთ აბა კაცივდა ყველაფერი, დავსხდეთ. მოდი.
ვაიმე გამარჯობა. შენ ახალი ხარ რა? ვიქრე არაც და. აუ, ძალიან გაგიმართლა. სალომე არის ძალიან კარგი გოგო და ეს ადგილიც საერთოდ ძალიან კარგია. კი ვიცი, თან იღბლიანია. ხო? იმ გოგოს, ვინც აქ მუშაობდა ჩემამდე, თურმე ნათესავმა აჩუქა ბევრი ფული საზღვარგარეთ და მე ის გოგო გათხოვდა. მართლა არ არსებობს. ვაიმე ისა უკაცრავად ცოტა ჩუმად და იქნებ ყავა მომიტანო. ეხლა მოგაცნო. მოკლედ, ასე აღარ შეიძლება ხალხო, მომისმინეთ ახლა. მე უნდა შევსვა ნეფე დედოფალის სადღეგრძელო. აუცილებლად ანანო მომაწოდე. მომაწოდე განსხვავებული. მოდი შაპარული დავუსახები. აჰა, განსხვავებული, ხა. რეგენს გული. ნუ როგორ გინდა ფიქტიური ქორწილი, ფიქტიური განსხვავებული. კარგი რა. რა სადღეგრძელოები, რა საჭიროა ირაკლი, არ გვინდა რა. რა სიტყვის ხალხი? შენ გინდა ის ქონება რომ მიიღო? კი, მინდა. ხოდა მაცანი. ამის. მოკლედ, მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ და მე ალავერტს ვიქნები. შენ გენაცვალე, შენ გინდა. აბარო, რა თქმა უნდა, ჩემ ლაშიკოსთან. ჩემ ლაშიკოსთან ვიქნები ალავერტს. მომისმენთ. ესე იგი, მწვანედ მოვიბინე მინდორზე ერთი არგენტინელი ბიჭუნა გარბოდა. დიდი მადლობა ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. რა მადლობა, თიკუნა დამამთავრებია. კაი, მიდი. ხო და ეს ბიჭუნა ყველა კი არ გარბოდა. თავისი პატარა სანუკვარი ოცნებისკენ გარბოდა, თან თავის ჯადოსნური ცაციათი ბურთს ფეხს მიარტყავდა და ცოტა წინ გაიგდებოდა ხოლმე. უცებ მის წინაშე ესეთი ახოვანი ესპანელი წამოიმართა. ვრგე. არ დაიბნა ჩვენი არგენტინელი ბიჭი ლეო. არ დაიგნა, ცოტა ხანი დაფიქრდა, მე ერთი კარგი ცრუ მოძრაობა გააკეთა. ეს ესპანელი ჩამოიშორა, ანუ ეს ესპანელის დაბრკოლება გადალახა, დაარტყა ბურთს და საბოლოოდ გამარჯვების ანგარიში ბარსელონა ესპანიოლი 1-0 დააფიქსა. მოდი ამ ჭიქით თიკუნა სანდრო თქვენ ცრუ მოძრაობას გაუბარჯოთ. რომლითაც ეს დაბრკოლება გადაილახა და ჩემი თიკუნა თავის სანუკვარ მიზნამდე მივიდა გაუმარჯოს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, მაგრამ არ მეგონა თუ ჩემ ქორწილში პირველი სადღეგრძელო იქნებოდა მესწის. ეხა მოусმინოთ სანდრო იტყვის სამადლობას აუ გეხვეწებით კვირა. მიდი. აი მე რა ვიცი, სამადლობელი მე რა. მოდი მეგიტყვი, მოდი. რა გაცნებ, სასაცილოს დაზგმული. სასაცილოს არა, ულვაშები მიღიტი. ეს ბიჭი რაღაც სიმპათიურია რა. თან რაღაც ჭკვიანური გამოხედვა აქვს. გავისთვის დიდი მადლობა. ისე ეთყობა იმ ბარი და რაღაც ხვანაირად ჩანს რა. სანდროს. რა ხდება აქ? აიმე. გამარჯობა. პატყუებთ. ვის ატყუებთ? ანდერც. მე გამაგებინეთ რა ხდება აქ რა. ეხლავე აგიხსნე ყველაფერს. ნუ ირა, აუხსენი რა. სალომე. აბა რომელია შენი სანდრო? ხო. დედა. ცი. მე მგონი ის უკვე ჩემი სანდრო აღარ არის. რა? ნუ გზარ გეხვეწები დაწყნარდი. მაცადე ერთი. ნუ გზარ დაწყნარდი, ერთი წუთით გეხვეწები. მითხარი ამათგან რომელია სანდრო? მე ვარ სანდრო. ერთი წუთით. მე ვარ სანდრო. საჭოთი შენ მან!
ერთი წუთით დასხენთ სოკოვანი. აჯიქრეჯი. მე ვარ სანდრო. ძალიან სასიამოვნოა. ერთი ჭიქა დაგვილიეთ, ეს ჩემი მეუღლეა თიკა. მოგივეცეთ. ეს. დავიღუპეთ. სმაილიკებს მიგზავნე. რა საკეთებ, თავრიკო? ის მე? ეხა იცით რა ხდება, რომ იმდენი კლიენტი მოდის მერევა და ტელეფონში ჩავინიშნე ზოგი ხვალ დავიბარე, ზოგი დღეს აი პარტია მოდის, თავზე მაყრია ყველაფერი. გასაგებია. მაგრამ რასაც მე უყურებ, ცოტა უნდა იაქტიურო. ნახე ნატურა კარგად მუშაობს. გაითვალისწინე, ვინც კარგად იმუშავებს, იმას ავიყვანთ. ხარა, ნატოს რატო არ ექნება მუშაობა რა? მე. ვახო თამარი ვარ. მოდი რა ჩემთან მაღაზიაში. შამპანიურს მოგცემ ახლა მე შენ. მიდი წამოდი ჩემთან მაღაზიაში და საფული არ დაგავიწყდეს. ხო, ვარ, შენი სიცოცხლე ვარ, ხო. ვერ არის ეს კარგად. რაც კი ყიდულობს რა.